აი 10 ნივთი გააკეთე, მე ქსოვილი რადგანაც აღარ გაქვს. ან უნდა ელოდო მე ქსოვილი როდის ჩამოძეს შესაბამისად სეზონი აღარ წარმატებული ხაზია, ესე გამოვიდა და შენ ვეღარა წარმოვიდი, იმიტომ რომ ქსოვილი აღარ გაქვს. ხო, დამთავრდა ის და გიწევს ახლა შემდეგი რაღაცა გააკეთე. მოკლედ, ისეთი მომენტია, რომ ხელი გეშლება რა, პროცესში მიდიხარ და ქსოვილი და ეს ყველაფერი ხელს გიშლის. ანუ ვერ წახვალ ვერ რა არის აქედან გამოსავალი? არის თქვათ კიდე რომ სამხარაულის ექსპერტიზა არის, მაგრამ აქაც ხარჯებთან მივდივართ, იმიტომ რომ როგორც ვიცი 200 თუ მეტი არის, რომ თქვათ იდენტობა რომ ერთი ქსოვილის ერთი და ნუ თქვათ კოლექციაში ხო არის რომ თქვათ რამოდენიმე ქსოვილი იყოს კომბინირებული და რაღაც და შესაბამისად დამწყები დიზაინერისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თანაც ამის ცოდნა და ინფორმაცია არ აქვს და ამიტომ ჯობია რომ დიზაინერი სანამ დაიწყებს სამყარო რაღაცა ბაზა ცოდნა კონდეს, რასთან მოუწევს გამკლავება პროცესში. რა უნდა ჩვენ ძალიან გლობალურ საკითხთან მივიდივართ, როგორცაა განათლების სისტემა. ანუ ეს ყველაფერი უნდა იყოს მიწოდებული, იმიტომ რომ პროცესებში გავიარე ეს ყველაფერი. თავიდან მეც სხვა არაფერი ვიცოდი, ენთუზიაზმით დავიწყე, არ მესმოდა ვიღაც მეტყვა და არა ძნელია. აი ეს ერქებით ენთუზიაზმით წავედი, ძალიან ბევრი დავკარგე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე სამაგიეროდ.